ფერწერა და ბგერწერა. ამ პროექტის ფარგლებში ნიჭიერი ქუთაისელის ლუკა გოგიტაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ლუკას 20-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრების მიხედვით სკოლის მოსწავლეებმა ნოველები შექმნეს, რომელიც შემოქმედებით ალმანახში დაიბეჭდება. წარმოდგენილია 20 ნამუშევარი, ჩვენთვის სიმბოლურია დღევანდელი გამოფენა, თან იმართება შემოქმედებითი წერის კონკურსი, მონაწილეები შექმნიან ნოველებს, მინიატურებს ლუკას ნამუშევრების მიხედვით, ასე რომ ფერწერა და ბგერწერა ერთად შერწყმული, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი იქნება და სიმბოლური ჩვენი მეტამორფოზისთვის, ასე რომ დღევანდელი დღე შედგა. ეს არის აი საქართველოსთვის მართლა მონაპოვარი და თქვენ ამას თქვენ ეს უკვე იხილეთ და მე მინდა რომ ფართო მასშტაბი მიეცეს ამ გამოფენას და ეს ყველა მიხილოს. ძალიან ბევრი მინდა ვთქვა, მაგრამ ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელშიც აი ბუდობს ნიჭიერების დიდი ბირთვი, რომელიც აი ცდილობს რომ ამოიფრქვეს და სულ იფრქვება და ჩემში ლუკა ტოვებს, აი ეგზუპერის პატარა უფლისული ყოველთვის წარმოდგენილი მყავდა ისეთი პერსონაჟით, როგორც არის თვითონ ვიზუალურად ლუკა და სიღრმისეულადაც ლუკა და მე ამ ჩემს პატარა უფლისულს ესე ვთქვათ მოთხოვნას აუყენებდი, რომ ხშირად გვამოგზაუროს ამ თავის სამყაროში და დაგვანახოს ეს ცხოვრება უფრო ლამაზი ფერებით და აი მისი სიღრმისეული წვდომით. Შეიძლება მომცა გამომეფინა ჩემი ნახატები, იყო 20-მდე ნახატი და მადლობა მინდა უთხრა სტუმრებს მომზადებისთვის. თვითონ ნახატები, აი არ ვიცი, ყველა პატარა დეტალი, პატარა ხაზი, პატარა კონტური, იმდენი რაღაცა ის წაკითხვა და ამოცნობა და იმდენ რაღაცაზე ფიქრი შეიძლება, რომ გაფასებ ჩემო მეგობარო. გამოფენას ლუკას ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემდგარი მხატვარი სწორედ ასე შეაფასეს მათ ლუკას სამხატვრო ნიჭი. ლუკას დიდი ხანია ვიცნობ, მე მის ოჯახს ვიცნობ ძალიან კარგად, ეს არის ხელოვანი შემოქმედი ადამიანების ნიჭიერების სამჭედლოარი. ლუკა არის უკვე შემდგარი მხატვარი, მე ასე ვიტყოდი. და კომპლექსში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც ჭირდება დიდი გასაქანი და მისი ოჯახი ყველაფერს გააკეთებს, ღრმად მწამს, რომ მას შეუწყოს ხელი და მან სრულფასოვნად და სრულყოფილად გამოავლინოს თავის შესაძლებლობები. ყველასთან არის მეგობრული ადამიანი, ძალიან ის ქმნის მშვენიერ ნახატებს, მე მართლაც მათ ოჯახს ვიცნობ, ასე ვთქვათ, ხშირად დავდიოდი მათთან და ლუკაც ბევრჯერ მაქვს ნახი, როგორ ქმნიდა მის შედევრს და აი აქ დღევანდელ დღეს მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს პატივი, რომ ვისარგებლობთ ამ შემთხვევით და შევქმნა ჩვენი მინიატურული ნოველები ან ამეთ მოთხრობები ლუკას ნახატებზე და აი ძალიან მიყვარს მე ეს ადამიანი. თავი არის რომ როცა დაიწყეთ საქმეს ნუ მიატოვეთ და სიყვარულით ნაკეთოთ. ეს ამთავრად ეს როგორც პედაგოგი ისე მოგიწოდებთ. და დანარჩენი რა ვიცი, ლუკაზე რა გითხრათ, მართლაც თავისებურია სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო გამორჩეულია ბავშვებში, მე 4 შვილი გვაქვს. კარგ ჩაკეტილია, აი როგორც თქვენ უყურეთ სკოლაში დაახლოებით ისე უყურებთ. 15 წლის ლუკა გოგიტაძე მრავალფეროვანი ნიჭით არის დაჯილდოვებული. ის საოცრად ხატავს და წერს მუსიკას. არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. სულ ახლახანს კი ტოიოტას ოცნების ავტომობილის ხატვის მე-11 გლობალურ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს მარტის ბოლოს დააჯილდოვებენ. ლუკასთვის აღნიშნული გამოფენა პირველი იყო და როგორც თავად ამბობს, სამომავლოდ კიდევ უამრავი გეგმა აქვს. ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის.